მათთან კონსულტაცია. ბატონი ბიძინა ჩარეული არ ყოფილა და ბატონი ბიძინა არ ერევა გადაწყვეტილებებში. ეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ბატონი ბიძინა მართავს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მინისტრთა კაბინეტს, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ თქვა ეხლა ხო, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ამას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობა თავისი მედია საშუალებების მეშვეობით, რომ უნდათ რომ მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას. ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს ადამიანი იყო პრემიერ-მინისტრი, იყო ქვეყნის პირველი პირი და მან თავადვე მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან გასულიყო. და ეს ჯერ კიდევ 2011 წელს ამასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსულიყო, დაპირისპირებოდა სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ამ ადამიანის ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო და შესაბამისად წინასწარ ქონდა გაჟღერებული, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, ბევრს ესეც არ ჯეროდა და იყო ნიჰილიზმური განწყობები იმასთან დაკავშირებით, რომ აი მაინც ვერ მოიგებენ, იყო იმედგაცრუება ოპოზიციის მხრიდან, თუ გადავხედავთ წინა წლებს და ბევრს არ ჯეროდა, თუმცა ამ ერთობამ და ერთსულოვნებამ ჩვენ 2012 წელს 1 ოქტომბერს დაგვიყენა შედეგი ის, რომ კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება. ამაზე მე მგონი არავინ არ დავოთ და ამ ადამიანმა გადაწყვეტილება, რომელიც თავადვე ქონდა წინასწარ გაჟღერებული, მიიღო. ცოტა გაუგებარია, რადგან როდესაც ხელისუფლებაში მოდიან, თავისი ნებით არ მიდიან ხოლმე და ამ ადამიანმა ეს ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და რა თქმა უნდა დასაფასებელია, თუმცა ის არის ძალიან დიდი გულშემატკივარი ქართული ოცნების, დღევანდელი ხელისუფლების, რადგან ძალიან კარგად ესმის ყველას, ხო? ამ ხელისუფლების წარმატება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან, ქვეყნის განვითარებასთან და ასე შემდეგ. ბატონო კახი, რატომ არ ესწრებოდა დავუშვათ ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაძე თქვენს წარდგენას? ყველას აინტერესებდა და მეთანხმებოდა